მოგესალმებით მეგობრებო, ჩვენო გამომწერებო, მაყურებლებო და პირველ რიგში ყველას მადლობას გიხდით მხარდაჭერისთვის, კომენტარებისთვის, მოკითხვისთვის და ბევრი კითხვებისთვის თუ რატომ შენელი და მანქანის მომზადების ვიდეოები და ეხლა ვეცდები რომ ძალიან მცირედ მოკლედ აგიხსნათ როგორი მდგომარეობაა და გეტყვით იმას რომ ნელ-ნელა წამოვა ვიდეოები თავშივე და ეხლა უფრო გავშლი ესე იგი პრადოს მომზადებაზეც რაღაცებს ვაკეთებთ ოღონდ რაღაც ნაწილებს ველოდებით ფიზიკურად რომ გამზადდეს რომ გავაგრძელოთ მომზადების ვიდეოს ჩაწერა და დავასრულოთ და ისე დავდოთ ანუ არ მინდა რომ რაღაც ნახევარფაბრიკატი ვიდეო გამოვუშვა აზრი არ ექნება ყურებას ანუ ეხლა ველოდებით დამცავს და საბარგულს რომ დავაყენეთ მე უნდა დაყენდეს განათებები და განათებები რო დაყენდება სავარაუდოდ უკვე ბოლოსკენ იქნება მანქანა და მეტი პრინციპში ამ ეტაპზე არაფერი აღარ მაქვს დაგეგმილი ეგ ყველაფერი რო გაკეთდება მე პრადოს ვიდეო დაიდება რაც შეეხება BMW-ს ვიდეო ცოტა ის ადგილას გავწყვიტე რომ ბევრი მეკითხება ხოლმე ისეც ვინც ხვდება რომ აბა რა ხდება გითხარი რომ დაიკოკა და გადარჩა და გადმოსა და რაღაცა და წინასწარ ვერ გეტყვით და ვიდეოში ნახოთ გადარჩა არ გადარჩა თუ რა სტატუსზეა შემიძლია გითხრათ ის რომ ძალიან ბევრი ნაწილები გამოვიწერე რომელიც ჩამოვიდა ნელა მაგას ველოდებოდი მე ფიზიკურად მეც არ მეცალა მე ქვეყანაში აღარ ვიყავი მე დავბრუნდი უკან და ეხლა მოვიცალეთ ტექნიკური დირექტორით ბატონი აკაკიც დავაბრუნეთ და დაგეგმილი გვაქვს რომ უახლოეს დღეებში დავუთმოთ რამდენიმე დღე BMW-ს რომ ეს ნაწილებზედ მივაყაროთ და ვნახოთ რა სიზავს ეშველება რამე თუ არ ეშველება რამე დანარჩენ დეტალებს თუ რა არის საშველი და რა არ არის საშველი და როგორ მიდის საქმე უკვე უშუალოდ ვიდეოდან ნახავთ ეხლა რომ არ დაგასპოილეროთ აქ პრინციპში ეს არის ანუ ძალიან მოკლედ მინდოდა რომ რაღაცა შემეჯამებინა რომ ბევრი კითხვა მოდის მაგაზე პირადადაც YouTube-ზეც ვწერთ, Facebook-ზეც, Instagram-ზეც და რაღაცა რო არ დაგტოვოთ გაურკვევლობაში პატარა სტატუს აპდეიტივით გაგიკეთეთ სულ ყველას. ეგ არის, აბა კიდე ერთხელ მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის, გვერდში დგომისთვის და გავაგრძელებთ ახლა ჩვენ საქმიანობას დროებით.